საქართველო არის მეღვინეობის ქვეყანა და აქვს უდიდესი 8000 წლიანი ისტორია, შესაბამისად საქართველო გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით. ბაზის ჯიშების 500-ზე მეტი ჯიში არის, რომელიც განფენილი არის მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, თითოეული კუთხე ხასიათდება თავისი ჯიშების მრავალფეროვნებით, ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ განვითარდეს კუთხურად მცირე მარნები, რადგან ის უნიკალურობა, რომელიც ქართულ ღვინოს აქვს, ქართულ მევენახეობას აქვს, არ დაიკარგოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის ჩვენი პროგრამები, რომელიც ხარს უჭერს მცირე მარნების განვითარებას, რადგან ზუსტად ის თავისებურება, რომელიც ქართულ ღვინოს ახასიათებს და ის მრავალფეროვნება, რომელიც ვაზების სიმრავლეში არის, ქართული ვაზის სიმრავლეში არის, არ იყოს დაკარგული და ის ტრადიცია, რომელიც დღემდე მოღწეული არის, შევინარჩუნოთ, გავაუმჯობესოთ ხარისხობრივად და გავაცროთ თელს მსოფლიოს და ზუსტად ამიტომ მცირე მარნების განვითარება ხელს უწყობს ასეთი რეგიონული და კუთხური ჯიშების განვითარებას და თავისთავად ცხადია ჩვენი სამინისტროს ფარგლებში მაქსიმალურად მხარს დაუჭერთ მსგავს ღონისძიებებს. საწარმო დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი გრანტით. საწარმო აქტიურად ახორციელებს ვენახის მიღებას და გადამუშავებას. როგორც მოგეხსენებათ, აჭარაში მიმდინარე წელს გადამუშავდა 1000 ტონაზე მეტი ვენახი, მათ შორის 800 ტონაზე მეტი ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი და 200 ტონაზე მეტი ჩხავერის ჯიშის ყურძენი. აღნიშნული როგორც საადრეო საგვიანო ჯიშების ვენახის მიღება დასრულებულია, წარმატებულად წარიმართა წლევანდელი რთველი, დაბინავებულია მოსავალი და მიმდინარეობს საწარმოებში მათი გადამუშავება. სახელმწიფოს მხარდაჭერა არის უდიდესი ამ ქარხნის მშენებლობიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ცისტერნების შეძენა, დანადგარების, მუხის კასრებს ხედავთ, არის როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იყო დაფინანსება 250,000 ლარი, პროექტების მართვის სააგენტო და 500,000 ლარი იყო. პლუს ამას ვისარგებლე აგროსესხით, შეღავათიანი სესხით, 1,5 ლარის ოდენობით. და დღესდღეობით მადლობა უფალს აქამდე მოვედით. აქცენტები ძირითადად აღებული გვაქვს დასავლურ ჯიშებზე, ქედაში ცოლიკაურზე, ჩხავერზე და საკმაოდ წარმატებულად გამოგდის ყველაფერი და ვცდილობთ რომ გავიდეთ ევროპის ბაზარზე.